აფხაზეთიდან დროებით დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ორსულებს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში პირველი კონსულტაცია უფასოდ გაეწევათ. ასევე ბენეფიციარები მშობელთა სკოლაში უფასოდ ჩაერთვებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი პირადად შეხვდა სამედიცინო პერსონალს და გაეცნო მათ სამუშაო პროცესს. ღუდუშაურის მშობელთა სკოლა ეს არის ჩვენი ახალი დანერგილი პროექტი, რომლის მნიშვნელობა რთულია რომ გადააფასო, ვინაიდან დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია რომ ორსულობას და მშობიარობას ჩვენი პაციენტები ხვდებოდნენ დადებითი ემოციებით, პოზიტივით და შეიარაღებული ცოდნით. მემორანდუმის პირობებში, რომელიც დაიდო ღუდუშაურის კლინიკის და აფხაზეთის მთავრობის შორის და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს შორის, არის აბსოლუტურად უფასო აფხაზეთიდან დევნილებისთვის. გელოდებით ჩვენ მშობელთა სკოლაში. მშობელთა სკოლა ფუნქციონირებს თეორიული კვირაა და ორსულებს უხსნით თუ ეს ფიზიოლოგიური პროცესია. იმდენად უხსნით პირველ ტრიმესტრში და უნდა გააკეთო, მეორე ტრიმესტრში რა ხდება, მესამე ტრიმესტრში სწორი კვება როგორი არის და ის აუცილებელი პირობები რაც ორსულობის პერიოდში. იმის გარდა რომ ღუდუშაურში მშობელთა სკოლა უფასო იქნება დევნილებისთვის 12, 13 და 16 ივნის სამი შეხვედრა ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ყოველი აქტივობა იქნება სრულიად უსასყიდლო ნებისმიერი ორსულისთვის. ამ აქტივობას ორგანიზებთ მე და ჩემი მეგობრები თბილისის სამედიცინო აკადემიისა და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის სახელით. აქტივობა ჩატარდება ჩვენს პარტნიორ კლინიკა ღუდუშაურში.